რა კავშირი აქვს რომანოვების დინასტიას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რა კავშირი აქვს ფაბერჟეს ვაშინგტონთან? ერთი შეხედვით არაფერი. ერთ მხარეს რუსეთის იმპერია, მეორე მხარეს კი ამერიკული დემოკრატია. მაგრამ ისტორია არასოდეს არის ასეთი მარტივი. გამარჯობა ამერიკა, წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო ფაქტების შესახებ მოკლემეტრაჟიან ფილმს, სადაც გიამბობთ იმ ისტორიულ საინტერესო ფაქტებზე, რომლებიც შეიძლება არც არასდროს მოგისმენთ. კარგად მოკალათდით, წინ ძალიან საინტერესო ვიდეო გელოდებათ. 1860-იანი წლები. რუსეთის ხელისუფლებაშია ალექსანდრ მეორე, იმპერატორი ნიკოლოზ მეორის მამა. რა ხდებოდა რუსეთში ამ დროს? ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია, ყირიმის ომის შემდეგ სახელმწიფო ხაზინა ფაქტიურად ცარიელია, ეკონომიკა სუსტია, გლეხებს ძალიან უჭირთ, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, იმპერია დიდია, მაგრამ მისი მართვა და შორეული მიწების დაცვა ძალიან ძვირი ჯდება. რუსეთს ეშინია, რომ ალასკას ბრიტანეთი წაართმევს. სწორედ ამ ეკონომიური და პოლიტიკური გაჭირვების ფონზე რუსეთი იღებს გადაწყვეტილებას ალასკის გაყიდვის შესახებ 1867 წელს. ამ დროს რა ხდება ამერიკაში? ქვეყანა გამოდის სამოქალაქო ომიდან, იწყება სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, ვითარდება ინდუსტრია და ვაჭრობა, შენდება რკინიგზები, ამერიკა აქტიურად აფართოებს ტერიტორიებს და იწყებს მომავალზე ფიქრს. იმპერატორმა მოაწერა ხელი დოკუმენტს და ისტორია მიმართულება შეიცვალა. ამერიკის შეერთებული შტატების მფლობელობაში გადადის ალასკა, რომელიც $7,200,000 გაიყიდა. რუსეთის იმპერიამ ამ თანხით დროებით ფინანსური შვება იგრძნო. იმ დროს ეს გადაწყვეტილება გონივრულ ნაბიჯად ითვლებოდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი მიიღო მიწა, რომელიც მომავალში აღმოჩნდება ფაქტიურად ოქროს საბადო. ალასკა ამერიკისთვის თავდაპირველად მხოლოდ შორიცივი და გაუგებარი მიწა ჩანდა, მაგრამ დრო აჩვენებს სრულიად სხვას. 1880-იან წლებიდან ალასკაში იწყება ოქროს სიებცხელება. აღმოჩენილი საბადოები ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა. ათასობით ადამიანი მიემართება ჩრდილოეთისკენ და ალასკა ფაქტობრივად გადაიქცა ოქროს მიწად. ნავთობი და ბუნებრივი სიმდიდრე მოგვიანებით აღმოჩნდა. უზარმაზარი ნავთობის საბადოები, ბუნებრივი აირი, მდიდარი მინერალური რესურსები. ალასკა გახდა არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სტრატეგიული ძალის წყარო. რაც ერთმა იმპერიამ გაყიდა როგორც ტვირთი, მეორე მიიღო როგორც სიმდიდრე. რომანოვების გვარის გადაკვეთა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მხოლოდ ალასკით არ მთავრდება. ალბათ ყველას ერთხელ მაინც გაგიგიათ ასეთი გვარი, ფაბერჟე, რომელიც ასოცირდება ფუფუნებასთან, ხელოვნებასთან და საიმპერიო ბრწყინვალებასთან. ფაბერჟეს კვერცხი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ხელოვნების ნიმუში ჩვენს პლანეტაზე. ფაბერჟეს კვერცხები მზადდებოდა ძალიან ძვირფასი და რთული მასალებისგან. მოკლედ და ზუსტად რომ ვთქვათ, ეს იყო განსაკუთრებული, განუმეორებელი თითოეული ხელოვნების ნიმუში, რომელიც დედოფლისთვის მზადდებოდა, რომანოვების გვარისთვის და შემდეგ აღდგომას მეუღლე იმპერატორი დედოფალს გადასცემდა ხოლმე საჩუქრად. თითოეული კვერცხი განსაკუთრებული, უნიკალური და განუმეორებელია. თითოეული ხელოვნების ნიმუში სხვადასხვა ფერის არის: რძისფერი, თეთრი, ღიაცისფერი, ვარდისფერი, მწვანე, ლურჯი. მინანქარი იყო შერჩეული განსაკუთრებულად და თითოეული კვერცხი აწყობილია ფენა-ფენა. მინანქარი სხვადასხვა განათებაზე ფერს იცვლის. ასევე გვხვდება ძვირფასი ქვები, ბრილიანტი, რუბინები, ზურმუხტები, საფირონები, მარგალიტები. ნახევრად ძვირფასი ქვებიც, როგორც არის აგატი, იასპი და სხვა. ეს კვერცხები განსაკუთრებულია, რადგან ორი ერთნაირი არ არსებობს. და პირადად რომანოვების ოჯახისთვის არის თითოეული შექმნილი. სულ ასეთი კვერცხი 50-ია. თუმცა ადამიანებმა ვიცით 53 კვერცხის შესახებ. თუ სად მდებარეობს, რომელ მუზეუმებშია დაცული და რომელ კერძო კოლექციებში ინახება. დანარჩენი 7 კი დაკარგულია.
როგორც ამბობენ, ფაბერჟეს თვითონ მეფე უკვეთავდა ხოლმე ორ კვერცხს სააღდგომოდ, ერთი მისი დედისთვის, მეორე კი მისი მეუღლისთვის. ეს რაღაცნაირად ტრადიციად იქცა და კვერცხის ფასი თითოეულის, რა თქმა უნდა, შეუფასებელი იყო და მხოლოდ სამეფო კარისთვის მზადდებოდა. ამ განსაკუთრებული საიუველერო ნაწარმის ავტორი იყო წარმოშობით ფრანგი კაცი, პიტერ კარლ ფაბერჟე. იგი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიუველერო ოსტატი, ადამიანი, რომელმაც ძვირფასი ლითონი ხელოვნებად გადააქცია. ფაბერჟე დაიბადა 1846 წელს. იგი ძირითადად მოღვაწეობდა რუსეთში. მას ჰქონდა რამოდენიმე სახელოსნო მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში და მომავალში უკვე ლონდონშიც გახსნა. თუმცა რევოლუციის დროს ფაბერჟეს სახელოსნოები დაიკეტა, ნაწარმი ჩამოართვეს და თვითონ გაიქცა, დატოვა რუსეთი, გადავიდა ემიგრაციაში შვეიცარიაში და სამწუხაროდ ძალიან დიდ სიღატაკეში გარდაიცვალა. მისი განსაკუთრებული 50 კვერცხი კი ძალიან ცნობილი ხდება მსოფლიოში. რუსეთს ამ დროს ძალიან უჭირს და მთელი რომანოების ჩამორთმეული ქონება გააქვს გასაყიდად ევროპაში გადამყიდველებში. სწორედ აქ ერთვება ამერიკა. ძალიან მდიდარი კაცი, მისი სახელია მალკომ ფორბსი. მალკომ ფორბსი არ იყო უბრალოდ მდიდარი ადამიანი, ის იყო გამომცემელი, ჟურნალ ფორბსის ლეგენდარული ხელმძღვანელი. და ადამიანი, რომელმაც ფაბერჟე ხელოვნებად აქცია ამერიკისთვის. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, როცა ფაბერჟეს კვერცხები ევროპაში თითქმის დავიწყებული იყო, ფორბსი მათ ეძებდა, ყიდულობდა, აგროვებდა და აჩვენებდა ხალხს. მის კოლექციაში იყო 9 იმპერიული ფაბერჟეს კვერცხი, ნიკოლოზ მეორე რომანოვისთვის შექმნილი უნიკალური ნამუშევრები. ფორბსისთვის ეს არ იყო ინვესტიცია, ეს იყო სიყვარული ხელოვნებისადმი. ის თავის სახლში ნიუ-იორკში აწყობდა გამოფენებს, იღებდა სტუმრებს, ჟურნალისტებს, სტუდენტებს და ყველას უხსნიდა. ფაბერჟე არ არის უბრალოდ ძვირფასი ნივთი, ეს არის ისტორია, ტექნიკა და სული. სწორედ ამიტომ ამერიკაში დღეს ფაბერჟეს კვერცხები ინახება ისეთ მუზეუმებში, როგორებიცაა მეტროპოლიტენ მუზეუმი, ვირჯინიის ხელოვნების მუზეუმი, კერძო ამერიკული კოლექციები. როგორც გითხარით, მრავალი ფაბერჟეს კვერცხი დაკარგულია. ერთ-ერთი კვერცხი კი 2014 წელს შემთხვევით კაცმა შეიძინა ამერიკაში ბაზრობაზე. ასეთი ბაზრობები აქ ხშირია. იმართება და 1000 წვრილმანი იყიდება. ამ კაცმა სწორედ ეს კვერცხი როგორც ოქრო ისე შეიძინა $13,000. შემდეგ კი გაირკვა, რომ მან შეიძინა ნამდვილი ფაბერჟეს კვერცხი, რომლის ფასიც დაახლოებით $33 მილიონი. ფაბერჟემ სულ 50 იმპერიული კვერცხი შექმნა. დღეს ჩვენ ვიცით მხოლოდ 53-ის ბედი. 7 კვერცხი ოფიციალურად დაკარგულად ითვლება და ეს ნიშნავს, რომ ფაბერჟეს ისტორია ჯერ კიდევ არ დასრულებულა. საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი. რომანოებსა და ამერიკას შორის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო შეხება არსებობს. ეს არის ამერიკული ანიმაციური ფილმი ანასტასია. 1997 წელს ჰოლივუდმა შექმნა ანიმაცია, რომელიც დაფუძნებულია რეალურ ისტორიულ ტრაგედიაზე, რომანოვების ოჯახის განადგურებაზე და განსაკუთრებით ანასტასია რომანოვას ლეგენდაზე. ფილმი შექმნა ამერიკულმა სტუდიამ, მე-20 საუკუნის Fox-მა და დღეს უკვე იგი არის Disney-ის ეკოსისტემაში და ის მთლიანად ამერიკული ხედვით გვიყვება რუსულ იმპერიულ ისტორიას. რეალურად ანასტასია რომანოვა იყო ნიკოლოზ მეორის უმცროსი ქალიშვილი, რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის შვილი. რეალურ ისტორიაში რომანოვების ოჯახი 1918 წელს დახვრიტეს, მაგრამ წლების განმავლობაში არსებობდა ლეგენდა, თითქოს ანასტასია გადარჩა და ევროპაში გაიქცა. სწორედ ამ ლეგენდამ შთააგონა ამერიკელები და შეიქმნა ეს ანიმაცია. მადლობა ამერიკას, ქვეყანას, რომელიც იცავს არამხოლოდ საკუთარ ისტორიას, არამედ კაცობრიობის მემკვიდრეობას. აქ შემოინახეს ფაბერჟეს უნიკალური ნამუშევრები და სხვა ქვეყნის ტრაგიკული ისტორიაც კი გადააქციეს მეხსიერებად და ხელოვნებად, როგორც ანიმაცია ანასტასია. ამერიკა უფრთხილდება ყველაფერს, რაც ადამიანისთვის ძვირფასია, მიუხედავად იმისა, ვის ეკუთვნის.